კომისიის დასკვნის შემდეგ დამატებითი განცხადებები გაკეთდა უმრავლესობის წევრების მხრიდან. ამოცანა არ ყოფილა რაღაცა პოპულისტური ნაბიჯის გადადგმა, რომ ერთჯერადად ფასები შემცირებული იყო. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ეს ყველაფერი სისტემურად ისე მოწესრიგდეს, რომ ძალიან გრძელვადიანად იმუშაოს ამ ყველაფერმა. შესაბამისად, რეკომენდაციები გაიცა სამი მიმართულებით. ეს არის მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი მიმართულებები. მოკლევადიან მიმართულებაში ძალიან მკაფიოდ არის აღწერილი სხვადასხვა ქვეყნების მაგალითები და სადაც ყველაზე უფრო ეფექტურად გაამართლა ამ სასურსათო კალათამ. საშუალოვადიან რეკომენდაციებში არის აღწერილი ის თუ როგორ უნდა მოწესრიგდეს გადახდის საკითხები და როგორი უნდა იყოს სტანდარტიზირებული გადახდები მომწოდებლისთვის ქსელების მხრიდან პროდუქციების მიხედვით. გრძელვადიანი რეკომენდაციები გულისხმობს იმას, რომ თვითონ ეს ფასწარმოქმნის ჯაჭვი უფრო უნდა დაპატარავდეს, როგორც ეს არის დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და რაც უფრო პატარა იქნება ეს ჯაჭვი, მით უფრო ნაკლები იქნება საოპერაციო ხარჯები. ეს ყველაფერი გულისხმობს იმას, რომ ეს არის სისტემური მიდგომა და არა ერთჯერადი პოპულისტური მიდგომა. და ეს ყველა ეტაპი უნდა იქნას გავლილი, რის შემდეგაც ეს ბაზარი თავიდან ბოლომდე იქნება მოწესრიგებული ძალიან გრძელი ვადით. როგორც დასკვნიდან იკითხება, უფრო მეტი აქცენტირება არის გრძელვადიან სტრატეგიაზე, ამიტომ მნიშვნელოვანი არის ახლა ჩვენ ამის გაანალიზებასთან ერთად თუ არის იმის რესურსი, რომ მოკლევადიანი ეფექტები შესაძლებლობაც იყოს, მათ შორის ფასდაკლების მიმართულებით ეს მექანიზმიც გამოვიყენოთ, ამიტომ ახლა ამ საკითხის შემდეგ ჩვენ შემდეგ ეტაპზე უნდა გადავიდეთ და ვფიქრობ, რომ გრძელვადიან სტრატეგიასთან ერთად მოკლევადიან ეფექტებზეც უნდა ვიფიქროთ.